ღია მმართველობის ევროპული კონფერენცია თბილისში ევროპელ მონაწილეებს ქვეყანაში გატარებული რეფორმები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა გააცნეს. მთავრობის ღია მმართველობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვთ არასამთავრობოებს. მმართველობის გამჭვირვალობისთვის ქვეყანაში გატარებული რეფორმები აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის რეგიონული კონფერენციის წევრებს გააცნეს. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამით დანერგილ ცვლილებებთან ერთად ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას გეგმავს. სიამაყედ გეტყვით, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. ჩვენ სისტემატურად მართავთ საჯარო კონფერენციებს. რა თქმა უნდა, რამდენიმე ურჩი მინისტრიც ყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას ავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დავარწმუნეთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. მეამაყება, რომ ვარ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმართულებით და დღეს ჩვენ შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფო, ახალგაზრდა დემოკრატია ვიმყოფებით მოწინავე სახელმწიფოების გვერდით. რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა თანამშრომლობის დოკუმენტები გააფორმეს, რაც სამ სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტრონული დოკუმენტების შესახებ გამოცდილების გაზიარება, საზოგადოებრივი ცენტრები და სოფლად სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის სფერო და როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებები ისე, რომ პირადი მონაცემები იყოს დაცული. ანგარიშვალდებულება სწორედ ეს არის გადამწყვეტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიის დამკვიდრებაზე. დემოკრატიული ბრძოლა შეიძლება იყოს გადაწყვეტის გზა ეკონომიკური კრიზისისთვისაც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრემიერის ადმინისტრაცია ახალი ელექტრონული პეტიციის პროექტის დანერგვას გეგმავს. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ოჯახის ფორმატის პარტიაში ჩვენმა ამ ინიციატივამ 5000 ადამიანის ხელმოწერის შემთხვევაში ელექტრონული პეტიციაზე დაყენებული საკითხი დაისმევა და გავა საქართველოს მთავრობის ხდომაზე. ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს გაეცნენ. შევეცდებით, რომ მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს ვაჩვენოთ ჩვენი მიღწევები, სიახლეები, ეს არის 112-ის ინოვაციური სერვისები, ეს არის ელექტრონული არქივი. კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, მათი განცხადებით გამჭვირვალობის პრობლემა ქვეყანაში ბოლომდე გადაჭრილი არ არის. ჩვენ ნამდვილად გვაქვს დღეს უფრო ღია გარემო, უფრო გამჭვირვალე და უფრო მეგობრული განსხვავებული აზრების მოსასმენად, მაგრამ მხოლოდ განსხვავებული აზრები არ არის საკმარისი, თუ ეს აზრები არ იქნება დიალოგის რეჟიმში გადაყვანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ დავასრულოთ მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე, რომელიც არის ნაწილი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის. დასრულებული არის უშუალოდ კანონზე მუშაობა, გადაცემული არის იუსტიციის სამინისტროსთვის. ოფიციალური გახსნის შემდეგ სამუშაო სესიები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი იღებს.